მოგესალმებით. თქვენი ფინანსური ენერგია როგორი იქნება ივლისის თვეში? ამ მიმართულებით ვიმუშავებთ დღეს. პირველი არკანი იქნება სიგნიფიკატორი იმისა, თუ ძირითადი ფინანსური ენერგიები როგორი იქნება ივლისის თვეში და მე ვნახოთ თუ კი რაიმე კითხვები გამიჩნდება, რა თქმა უნდა, აუცილებლად დავსვა მასშესადამე. გამოიწერეთ არხი იმისთვის, რომ არ დავკარგოთ ერთმანეთი და მუდამ ინფორმირებული იყოთ, როდესაც ახალი საჯარო გაშლები გამოვა. ძალიან მიხარია, იზრდება არხი. მაბედნიერებს, ხა ჩემი ძალიან დიდი мотиваცია YouTube არხის ისეთივე მასშტაბებით ზრდა, როგორი მასშტაბურიც არის გვერდი მზის ადამიანი, რომელიც უკვე ამ ეტაპზე გადაკეთდა სახელი და ქვია ნინო ლეჟავა ისევე როგორც YouTube არხს. იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ სახელმა მზის ადამიანი უკვე თავისი გააკეთა, თავისი ენერგიები, თავისი წვლილი შეიტანა გვერდის მუშაობაში, როგორც ენერგოინფორმაციულად, ასევე ფიზიკურ დონეზეც მოახდინა და გააკეთა თავის გასაკეთებელი და ახლა მას ქვია ლეჟავა ნინო, ისევე როგორც YouTube არხს ლეჟავა ნინო. ერთადერთი მაღაზიის გვერდი დარჩა სახელის ცვლილების გარეშე და ქვია მზის ადამიანის მაღაზია. კეთილი. მოკლედ, ყველაფერი ვთქვი ის, რისი თქმაც მინდოდა. მამალი უკვე ყივის. კარგად იცით, რომ მე 4 წელია ქალაქისკენ აღარ ვიხედები. გადავიკარგე ბუნებაში, გადავიკარგე რაც შეიძლება ახლოს მიწასთან. და ვფიქრობ, რომ ყველაზე მაგარი გადაწყვეტილება რაც კი ოდესმე ცხოვრებაში მიმიღია. იმიტომ რომ მივხვდი, რომ ბოლოს უკვე ჩემი შრომის დიაპაზონი იზრდებოდა, მაგრამ ენერგია ცირდებოდა, რადგან ბეტონიდან, კორპუსებიდან და ხალხმრავალი, ვთქვათ, ხმაურიანი ადგილებიდან ენერგიის აღება საკმაოდ რთულია და ფაქტიურად შეუძლებელია. ამიტომ ამ ყველაფერმა განაპირობა ჩემი ამხელა ტრანსფორმაცია და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვფიქრობ, რომ ყველაზე არა მხოლოდ გონივრული გადაწყვეტილებაა ჩემი მხრიდან, არამედ ეს ჩემს ენერგეტიკასაც, ბიოლოგიასაც, შინაგან განწყობას, ყველაფერს ისე სჭირდებოდა, როგორც თევზ წყალი. მასშესადამე ივლისისთვის ფინანსები პირველი ვარიანტი, ივლისისთვის ფინანსები მეორე ვარიანტი, ივლისისთვის ფინანსები მესამე ვარიანტი. სამი ვარიანტი არის თქვენს წინაშე, რაღაც ჩავყევი საუბარს. პირველი ვარიანტი გვექნება წითელი იასპი. მეორე ვარიანტი გვექნება დალმატინი იასპი. და მესამე ვარიანტი გვექნება ამეთვისტოს ნატეხი. კარგად დააკვირდით ახლა სამივე ვარიანტს. უფრო გავადიდებ თქვენთვის ეკრანს. დახუჭეთ თვალები და იკითხეთ, როგორი იქნება ჩემი ფინანსები ივლისის თვეში. როდესაც თვალებს გაახელთ, თქვენი ვარიანტი, თქვენი მინერალი მომენტალურად დაგიძახებთ და მიიწებებს თქვენს მზერას. ძალიან კარგი. იმედია ყველა თქვენგან მაერჩიეთ, ვინც ვერ მოასწარეთ და აპაუზეთ ვიდეო, მე კი ვიწყებ ვარიანტი პირველით. ფინანსური ენერგია ივლისის თვეში. ხუთიანების ხმლები. ხუთიანების ხმლები, მაინც და მაინც
კეთილგანწყობილი არკანი, მხოლოდ ფინანსურ ენერგიას არ ეხება, ეს ზოგადად გარკვეულ სირთულეებს აჩვენებს ფინანსურ ნაწილში. მოდით ვნახოთ რა ტიპის სირთულეებია ეს. ივლისის თვეში რა ტიპის სირთულეებია. ნახეთ, რა შემიძლია გითხრათ. ბევრი შესაძლებელია გასავალი და ფინანსური საკითხები მოგროვდება ივლისის თვეში. პირველი ვარიანტი, ამისათვის იყავით მზად, იმიტომ რომ მოგიწევთ გარკვეული სირთულეების გადალახვა. გექნება შეგრძნება, რომ ბევრს შრომობთ, მაგრამ პასუხი ისეთი ინტენსიური არ არის, როგორცაც ვთქვათ, თქვენ ელოდებოდით. ასევე ჩანს ის, რომ სირთულეებს გადალახავთ ნამდვილად და ეს სირთულეები გადალახული იქნება ნამდვილად თქვენი ძალიან დიდი მონდომებით. უბრალოდ ვფიქრობ, რომ საკმაოდ ბევრ ნერვებსაც და ემოციებსაც წაიღებს ეს ყველაფერი, მაგრამ რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერი აუცილებლად გადაილახება და თვის ბოლოსკენ უკვე საკმაოდ კმაყოფილი იქნებით საკუთარი შედეგებით, რასაც ვერ ვიტყვი მთლად თვის დასაწყისში, ხომ? იმიტომ რომ ზოგადად ჩანს, რომ ალბათ წინა თვეც მოყვებათ გარკვეული ფინანსური ვთქვათ ხარბეზები და რაღაცნაირად ივლისის თვეშიც გადმოდის ეს ნეგატივი რაღაცნაირად, ხო? მაგრამ მთლიანობაში მე მაინც მაჩვენებს, რომ ივნისიც და ივლისიც ალბათ უფრო მეტად ერთგვარი მაჩვენებელია იმისა, რომ ფინანსურ ენერგიას სჭირდება გაფრთხილება, სჭირდება სწორად განაწილება, სჭირდება ადეკვატურად, ასე ვთქვათ, ადეკვატურობა შევხვდებით, რასაც გულისხმობ გაზიარება, თუნდაც იმ ადამიანებისთვის, ვინც ვთქვათ, თქვენზე არიან დამოკიდებულნი ნამდვილად. და მოდით კიდევ ერთი არკანით ვნახავ, როგორი იქნება უბრალოდ ივლისის თვეში ფინანსურ ნაწილში რა გაფრთხილებას გაძლევთ ივლისის თვე. აი შეგრძნება მაქვს, რომ წესით დარიგით, ხო? თქვენ არანაირი ფინანსური პრობლემა არ უნდა გქონდეთ, მაგრამ აქ კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ უფრო მეტად პრობლემები ჩნდება, აი იმას დახმარება სჭირდება, ამას ეს უნდა, იმას ეს უნდა და თითქოს თქვენი ფინანსური შანსებიც, წარმატებაც თითქოს თქვენ არ გხმარდებათ. თქვენზე არ არის მომართული, არამედ მომართულია მუდმივად ვიღაცის საჭიროებების დასამშვიდებლად და მოსაგვარებლად, ხომ? ამიტომ ივნისის და უბრალოდ ივლისის თვე თქვენ ამას აქტიურად გაჩვენებთ, ხო? ანუ გაჩვენებთ და ერთგვარი სკანირება მოხდება თქვენი ფინანსების და თქვენ მიხვდებით, რომ მუდმივად უფრო მეტად გაცემის რეჟიმში ხართ, ვიდრე ვთქვათ მიღების რეჟიმში და მაჩვენებს, რომ ნამდვილად ეს სკანირება თქვენ სასარგებლოდ მოხდება და თქვენ სასარგებლოდ და საჭირო და სწორ დასკვნებს გააკეთებთ ფინანსებთან დაკავშირებით, ხომ? მაგრამ ვიმეორებ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ გაამახვილოთ ყურადღება იმაზე, თუ სად და როგორ მიდის თქვენი ფინანსები. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ხან იქიდან გეკაჩებიან, ხან აქედან გეკაჩებიან, ხან ვის ეხმარებით, ხან ვის რაღაცა სჭირდება, ხან ვის როგორ სჭირდება, ხო? მაგრამ ამ რთულ სიტუაციას აუცილებლად დაძლევთ და კიდევ ერთხელ განმეორდები, კმაყოფილიც იქნებით და სწორ დასკვნებს გააკეთებთ აუცილებლად. ანუ ივლისის თვე თქვენთვის ფინანსურად იქნება მოდი ასე ვთქვათ, აქცენტ დასმული იმაზე, თუ სად და რა მომენტში არ უფრთხილდებით საკუთარ დროს, რესურს, ენერგიას და
რამდენად უფრო მეტად გაცემის რეჟიმში ხართ, თქვათ, ვიდრე მიღებას აღარ ვჩივი ვარო, როგორც იტყვიან, ფინანსების საკუთარ საჭიროებებზე გამოყენებასია, ხო, აქ საუბარი თქვენ შრომობთ, თქვენ მუშაობთ, მაგრამ სამწუხაროდ სულ მუდმივად შეიძლება გაწუხებდეთ გარკვეული დანაშაულის გრძნობა ფინანსებთან დაკავშირებით, მაგრამ ასევე არის ესეთი ვარიანტი, რომ შეიძლება სამსახურში გასწრავთ იქ, სადაც მუშაობთ, იქ შეიქმნას ხო რაღაცა გარკვეული გაუგებრობები, რომლებიც აუცილებლად თქვენ სასარგებლოდ გადაწყდება, ამაზე არ ინერვიულოთ ნამდვილად და ეს რაღაც მხრივ თქვენს ფინანსებსაც შეეხება არა პირდაპირ მნიშვნელობით, არამედ უფრო იცით როგორ, როდესაც ადამიანები ცუდ განწყობაზე ვართ ან რაღაცები ისე არ მიდის, როგორც ჩვენ გვინდა, ან კონფლიქტური სიტუაცია უფრო მეტად მატულობს, ხო? თითქოს ფინანსური გასავალიც უფრო მეტად მატულობს, იმიტომ რომ ფინანსები რეაგირებენ თვალზე, რეაგირებენ კონფლიქტზე, ხო? ჩდება ხოლმე ისეთი ხარჯები, რომლებსაც არ ველოდებოდით და ასე შემდეგ, მაგრამ ანალიზისთვის ივლისის თვე ბრწყინვალე იქნება. მაგრამ მთლიანობაში ვერ ვიტყვი, რომ ესეთი ძალიან მარტივი თვე იქნება თქვენთვის ფინანსურად, იმიტომ რომ უფრო მეტად სხვებზე ყურადღების მიქცევებ შეიძლება უბრალოდ კარგი ფინანსური შანსები ძალიან მარტივად გაგაშვებინოთ ხელიდან და არ მიგაქცევინოთ ყურადღება იმ პროექტებზე, იმ რაღაც კარგ და საინტერესო, თქვათ, შემეცნებით საკითხებზე, რასაც თქვენთვის შთაგონებაც მოაქვს და ფინანსებიც, ხო? ამიტომ აი მაქსიმალურად იფიქრეთ იმაზე, რაც ახლა მე თქვენ გითხარით, იმიტომ რომ ძალიან აქტიურად ესე იგი, კარნახობენ ტაროს არკანები ამ ყველაფერთან დაკავშირებით. დაგემშვიდობებით პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი, თქვენი ფინანსური ენერგია როგორი იქნება ივლისის თვეში. არკანიმზე გარკვეული პრობლემები აუცილებლად გადაიჭრება ფინანსურად ივლისის თვეს. საკმაოდ დადებითად იგრძნობთ, მე შემიძლია ასე გითხრათ, რომ ივლისის თვეში ესეთი იქნება დიდი წარმატებები, პატარ-პატარა წარმატებებიც, გადაჭრილი პრობლემებიც, ხო, თქვათ, ფინანსური. რას ეხება ეს თქვენი მზე, მოდით ნახოთ ფინანსებთან დაკავშირებით. რას ეხება? შვიდიანების პენტაკლებს ეხება, რაღაცა ნახეთ, გარკვეულ შედეგს მიიღებთ, ხო? იმედგაცრუება, რომელიც გქონდათ ფინანსებთან დაკავშირებით გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში, ხო? მიხვდებით, რომ შეიძლება იმაზე მეტად ადრე ინერვიულად, ვიდრე უნდა გენერვიულად, ხო? ანუ უბრალოდ იმედგაცრუებას გადაფარავს აბსოლუტურად სხვა ფინანსური სიხარული და სხვა ფინანსური წარმატება, ხო? ნამდვილად გარკვეული სიტუაცია გადაიჭრება, ხო? რამაც თქვენი ბევრი ენერგია, დრო და რესურსი წაიღო. რაღაცას ასაც ელოდებოდით, ხო, რასაც ელოდებოდით, არ იჭრებოდა. მე მაჩვენებს, რომ ეს აუცილებლად გადაიჭრება და არკანიმზე ამბობს იმას, რომ თქვენ ნამდვილად, ესე იგი, ბევრი ენერგია წაიღო ამ ყველაფერმა. მართლა ძალიან ბევრი ენერგია წაიღო ამ ყველაფერმა, თუმცა მაჩვენებს, რომ საბოლოო ჯამში ყველაფერი აუცილებლად რაღაცნაირად თქვენ სასარგებლოდ ლაგდება. ანუ თქვენ შეძლებთ და გეყოფათ იმის ძალა, იმის ენერგია, იმის რესურსი, ნამდვილად გეყოფათ იმის ძალა, იმის ენერგია, რომ სიტუაცია თქვენ სასარგებლოდ შემოატრიალოს სამყარომ და არ ინერვიულოთ ყველაფერი გადაწყდება, ვისთან მეტი გამარჯვებით, ვისთან ცოტა ნაკლები, მაგრამ გამარჯვებები აუცილებლად იქნება, ხო? წარმატება გადაჭრა სიტუაციის. და ნახეთ, რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, ეს შეიძლება მარტო ფინანსებსაც არ ეხებოდეს, ხო, ეხებოდეს იმ რაღაცა ძალიან დიდი ხნის მოლოდინს, რომელიც აქამდე არ დგებოდა და როგორც იქნა ეს მოლოდინი ნამდვილად დადგება. ასე რომ მეორე ვარიანტი კარგი თვეა ნამდვილად. ვფიქრობ, რომ ეს მზე მხოლოდ ფინანსების ასპექტში არ გაიშლება, არამედ სხვა სფეროებსაც ნამდვილად შეეხება. და მესამე ვარიანტი, მოდით ნახოთ თქვენი ფინანსური ენერგია ივლისის თვეში როგორი იქნება.
კეთილი და ბრწყინვალე. მესამე ვარიანტი, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაჩერდეთ, იმოძრავეთ, იმიტომ რომ თქვენ ტრიუმფის და გამარჯვების ენერგიას ატარებთ ივლისის თვეში. თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც აუცილებლად გააკეთებს სწორ არჩევანს. მისი გადაწყვეტილება აუცილებლად იქნება ფინანსური წარმატების და არა მხოლოდ ფინანსური წარმატების, ზოგადად შინაგანი წარმატების, გამარჯვების და ტრიუმფის პერიოდი იქნება თქვენთვის ივლისის თვეში. ნამდვილად ნახოთ ეს კონკრეტულად რას ეხება თქვენი ივლისისთვის ფინანსებში. ძალიან სამართლიანად ასე ვთქვათ, შემოტრიალდება ყველაფერი ის, რაც ვთქვათ, რაღაცა პერიოდის განმავლობაში შეიძლება გქონდათ ესეთი დამოკიდებულება, რომ არ გიმართლებთ. იყო გარკვეული კრიზისი, იყო გარკვეული ჩავარდნა, მაგრამ ნახეთ, ეს იყო ესეთი როგორც იტყვიან, კარმული პერიოდი იყო, არ იყო ვიღაცის თვალი, ვიღაცის ნეგატივი. უბრალოდ გვაქვს ხოლმე ხანდახან ადამიანებს პერიოდები, როდესაც მეტად ან ნაკლებად პროდუქტიულები ვართ და თქვენ თითქოს გქონდათ ასეთი პერიოდი, რაც ნიშნავს, რომ რთული პერიოდიდან გამოდიხართ. თქვენი კარმული სცენარი ჩახურულია წარმატებით, მიზეს შედეგობრიობა გასაგებია თქვენთვის, რატომ რისთვის როგორ და რანაირად მოხდა და შესაბამისად გაჯილდოვებთ სამყარო ნამდვილად და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გააკეთებთ სწორ არჩევანს და ეს სწორი არჩევანი, რასაც აირჩევთ, არ აქვს მნიშვნელობა, რომელ გზასაც აირჩევთ, რომელ მიმართულებასაც, აუცილებლად მოგიტანთ არა მხოლოდ ფინანსურ, არამედ შინაგანი გამარჯვების და წარმატების ენერგიას. კიდევ რას ეხება თქვენი მეეტლე, თქვენს პოტენციალს გამოავლენთ მაქსიმალურად. მაქსიმალურად გამოავლენთ თქვენს პოტენციალს, მაქსიმალურად გამოავლენთ თქვენს შესაძლებლობებს, თქვენს შარმს, თქვენს ქარიზმას, მაქსიმალურად მაგალითად თუ თქვენთვის ფინანსური წყარო შესაძლებელია იყოს კონკრეტული ადამიანი, როგორც იტყვიან, თქვენს ენერგიას მაქსიმუმზე ჩართავთ და მაქსიმუმზე გამოიყენებთ თქვენ სასარგებლოდ, როგორც იტყვიან, ხო? მაგრამ სამყაროში ხო ვიცით, რომ არაფერი არ არის უფასო, ყველაფერს თავისი ენერგიების გაცვლა სჭირდება და თქვენ იქნებით მომართული იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტი ენერგია თქვენსკენ, რომ რაღაცნაირად საკუთარი თავიც გაიმხიარულოთ, საკუთარი თავიც უფრო მეტად თქვენთვის საჭირო ენერგიებზე და პოზიტივზე დააყენოთ, ხო? მით უმეტეს იყო რაღაცა გარკვეული პერიოდი, ჩავარდნა, კრიზისი, როგორც ემოციური შესაძლო, ასევე ფინანსური და ახლა რაღაცნაირად ვიმეორებ, ეს ადამიანის გავლით ხდება თუ თქვენი გავლით, საჭირო გაშლა და ყველას თავისი ვარიანტი აქვს ნამდვილად. თქვენ მაქსიმალურად რთავთ საკუთარ ენერგიას, პოტენციალს, ქარიზმას, შესაძლებლობებს, სექსუალურ ენერგიას, რაც არის ჩვენი სასოცხო პოტენციალი და იღებთ იმ შედეგს, რომელიც თქვენ გინდათ. ასე რომ მე შემიძლია გითხრათ, რომ ყველაფერი არის აბსოლუტურად სამართლიანად თქვენ შემთხვევაში. ანუ სამართლიანობის პრინციპით მუშაობს ახლა თქვენს რეალობაში და თქვენს სივრცეში არა მხოლოდ ფინანსები, არამედ ცხოვრების ყველა ასპექტი ახლა არის ესეთი კარმული ლუპის ქვეშ განიხილება ყველაფერი. ხო, და კიდევ ერთი მომენტი, ხო? ძალიან ყურადღებით იყავით, თუ გიყვართ ნებისმიერი მსმენელი ხართ აქ, მაგრამ რაღაცა აი გინდათ იქ აზარტული თამაში, რაღაცაში ვთქვათ, გაგიმართლოთ ფინანსებში და რაღაცა ცოტა გინდათ რომ წაიმაიმუნოთ, როგორც იტყვიან, ხო, რაღაცა საეჭვო ესეთი რაღაცა манипуляციები. თავი შეიკავეთ, იმიტომ რომ შეიძლება დარჩეთ იმედგაცრუებული, ხო, იმიტომ რომ ადამიანური ბუნება ასეთი, ხო, უფრო მეტი უნდა, ხო, შეიძლება არ იყოს აზარტული თამაში, არამედ მაგალითად იყოს რაღაცა სხვა ცდუნება, როგორც იტყვიან, ხო, გამოცდა რამდენად დაიმსახურეთ ის, რაც დაიმსახურეთ. გამოიყენეთ ფინანსური კეთილდღეობა სწორად, გამოიყენეთ ადეკვატურად და გამოიყენეთ ისე რომ არსად არაფერში არ დაარღვიოთ ბალანსი, ხო? და არ ჩარეცხოთ
ვთქვათ, თქვენი ფინანსური ენერგია იქ, სადაც ჩასარეცხი ნამდვილად არ არის, ხო? ამას ძალიან აკვირდებიან სამყაროდან, რამდენად სწორად განაწილებთ თქვენს ფინანსებს, ხო? უცებ იქ შეიძლება ვიღაცა ყოფილი ან აზმყო, აი ფული მასესხი ან რაღაცა, ხო? ან მოდი დამეხმარე ფინანსურად, ვალი აიღე ჩემ სახელზე. არაფერს მსგავს არ აკეთებთ, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავს და თუ სრული გაქვთ, რა თქმა უნდა, ყველაფერი ზომიერად გამოიყენებთ ამ ფინანსურ წარმატებას იქ, სადაც არც ვალია, არც რისკია, არც აზარტია, არამედ არის ჩვეულებრივი ადამიანური ენერგიების მიღება გაცემის მდგომარეობა, როდესაც რაღაცას ყიდულობთ და იღებთ სიამოვნებას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? ან რაიმე გამაჯანსაღებელ პროცედურას იკეთებთ, იხდით ამაში ფულს, მაგრამ იქიდან ჯანსაღი, ჯანმრთელი და განახლებული გამოდიხართ. აი ასეთ ხარჯებზე მაქვს საუბარი. დაგემშვიდობებით, ჩემო ძვირფასებო, სამივე ვარიანტს დავემშვიდობები, აი ესეთი საინტერესო ამბები გაქვთ ფინანსურად წინ, მე კი დაგემშვიდობებით, ჩვენ სულ მალე შევხვდებით ერთმანეთს. ძალიან დიდი სიყვარულით თქვენთან იყო, არის და იქნება. ნინო იქამდე სანამ ერთმანეთი არ მოგბესდება. შეხვედრამდე, ნახვამდის.